ხელისუფლება. ჩვენ თუ საუბრობთ ამ მოდელზე საპარლამენტო რესპუბლიკის, ეს უცხრაერთად ცვლის ქვეყნის მოწყობის სტილს და აბსოლუტურად სულ სხვა მმართველობაზე გადავდივართ. მაგრამ დღეს შენ უკვე აყენებ ამ საკითხს და თან თავარია რომ ამ საკითხს გამოეხმარო ხელისუფლების წარმომადგენელი გივი თარგამაძე. შენ გაიგვიძე Bravo, Giri. Giri mas ხაროს არ არის ცუდი აგრია. კარგი აგრია. ცუდი აგრია არ არისო. მაგრამ რას ვამბობთ არა დღეს რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, როდესაც არის. ანუ დაგველაპარაკეთ ხა საპარლამენტო რესპუბლიკაზე რომ მე არა პრემიერ-მინისტრის გავხადები ბილეთიზაცია რომ ესე გადადა ჩატარდა საპრეზიდენტო დამნიშნო სააკაშვილი პრეზიდენტად მოგვევლინება ხვალ დღეს არის და ხვალ პრემიერ-მინისტრად ეს გამოსავალი არ არის ქვეყანაში ხო? გიორგი თარგამაძისგან სიტყვა არ გამიკვირდებოდა ეს მაგრამ აკაკი ასათიანისგან გამიკვირდა მე სერიოზულად ვიძახი ამას ხალხს უნდა რომ ქვეყანა შეიცვალოს მართვის სტილი და გადავიდეს საპარლამენტო რესპუბლიკაზე და ასე ეს როდესაც დაწყარდება ამ ქვეყანაში რეალურად შეიცვალოს ჩავატაროთ რეფერენდუმი და ისევ ხალხს ვკითხოთ რა როგორი მოწყობა უნდა არსებობდეს რა თქმა უნდა რა გამოვიტანოთ ეს საკითხი ღიაბჯოლობის საგანი იყოს თურმე ეგ ბობოყაჩი უნდა ჩააკითხონ და მე იმაში წავიდეს როგორი მოწყობის ის გინდა საპარლამენტო გივი გამოხმაურებია გივიკო ამას ცვალებადობა ყოველ წელიწადში მთავრობა თუ შეიცვალა და პარლამენტი და ასე შემდეგ ეს უნდა სტაბილურობა რა უნდოდეს ხალხს ესეთი ხო მიეცი რეფერენდუმის საშუალება მიეცი გამოკითხვის საშუალება ოღონდ ამათ გარეშე როგორც კი ეს კაცი გადადგება წავა იძულებული იქნება გადადგეს თუ თავის ნებისმიერ საწამსვლელი ავტომატურად უნდა დაინიშნოს რიგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები კონსტიტუციის მიხედვით, მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით. ანუ ვის ვთხოვთ ჩვენ ამ კონსტიტუციის შესვლას? აი ამ არსებულ ხელისუფლებას? ესე იგი ჩვენ კონცენტრირებული ვართ ერთ საკითხზე. ეს არის ამ კაცის გადადგომა და აქედან ხალხის ყურადღება გადაგვაქვს, ახლა ჯერ მოდი ახლა მოდელი შევცვალოთ და მე დავაყენოთ ამ მხოლოდ ერთ საკითხზე ჩვენი ყურადღება მიმართული. აი ეს კაცი მოცემული. ეს არის. ამიტომ ეს ხელისუფლება ვერანაირ კონსტიტუციურ რეფორმას ვერ ჩაატარებს, მას ამის ლეგიტიმაცია არ გააჩნია, ამის მანდატი ხალხისგან არ აქვს. ჩვენ მთელი სპექტრი, არა მხოლოდ პოლიტიკური ძალები, მთელი საზოგადოება. გივი გამოხმაურებია. შევთანხმდებით. გაიგვიდა. ხო. ეს აქ რა არის? თავისთავად საპარლამენტო მოდელი და საპრეზიდენტო მოდელი კი არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია დაბალანსებული პოლიტიკური სისტემა იყოს ქვეყანაში. ძალაუფლება იყოს კონცენტრირებული. ეს არის თავი პრინციპი, ძალაუფლების დანაწილების პრინციპი. აი მოვდებულებაზე ჩვენ უნდა შევთანხმდეთ. მემარცხენეები, კონსერვატორები, ლიბერალები, ლეიბორისტები თუ ვინ მოვა ქვეყანაში, აი ეს ვალდებულებები იყოს საერთო. თამაშის წესები იყოს საერთო. ეს არის ძალაუფლების დანაწილება, ეს არის დამოუკიდებელი სასამართლოს გარანტიები, ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ეს არის კერძო საკუთრების განაწილება. ეს არის საკითხი, რომ მედია ყველაზე ერთ სტრატეგიული რამ ქვეყანაში არ იყოს, ასევე კონცენტრირებული იყოს დივერსიფიცირებული რამოდენიმე ჯგუფის ქვეშ. რამოქს მონოპოლიზაცია ინფორმაციის. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაშლა, სასწრაფო კუდი სოდი და ეტავნახუნა გავუქცეს. ფინანსური პოლიტიკა და აი ეს პრინციპული საკითხები ინსტიტუციური მნიშვნელობის რომ უნდა განხორციელდეს ამაზე შევთანხმდეთ ჩვენ მიუხედავად ისა ვინ მოვა ეს არის სახელმწიფო საფუძვლები ესეთი სისტემური პირობები უნდა შექმნათ ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში კარგი თუ ცუდი იძულებული იყოს უკეთესი თვისებები გამოუყენოს ვიდრე უარესი სისტემა უნდა აიძულოს ეს და არ უნდა იყოს დამოკიდებული მის ხასიათზე და მის როგორ გაიგრძელებს ეს გვინდა ამას დაჭირდება არა მხოლოდ ეს ინსტიტუციური გადაწყვეტილებები ამას დაჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილებები მაგალითად საკუთრებასთან დაკავშირებით. ჯერ უნდა მოხდეს რესტიტუცია, ბუნებრივი და კომპენსაცია, საკუთრება წაართვეს ამ ხალხს და ეს გამორიცხული მოვია. იმ ხალხს დაუბრუნდებათ ეს საკუთრება. და ამის შემდეგ რესპუბლიკას ფინანსური და ქონებრივი ამნისტია, სადაც ყველა ქონება იქნება ხელშეუხებელი და საკუთრება ერთხელ და სამუდამოდ იქნება დაცული. მეორე საკითხი პოლიტიკური გადაწყვეტილება. სასამართლო დამოუკიდებლობის თემა ძალიან მნიშვნელოვანია. ხალხო გაუჩნდეს სამართლიანობის გაცდა. ხალხი ენდობს სასამართლოს, უნდა იცოდეს ვის ირჩევს თუ ვის ნიშნავენ. ეს მოსამართლე აბსოლუტურად დაშინებულები არიან. ნებისმიერი მოსამართლე. ხო, ნებისმიერი მოსამართლე უკვე ისე არის დაშინებული, პრაქტიკულად კი აღარ კითხულობს რა მათ უკვე დაბეჭდილია, უკიდია წინ რომ რა საკითხზე რა გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული და ავტომატურ რეჟიმში მოქმედებენ. აბსოლუტურად ეს არის იმიტომაც ვართ ასეთ მდგომარეობაში. იუსტიციის საბჭოს. ხო, ძალიან ბევრი პრობლემა. სასამართლო ყოველთვის იყო
დღეს პრობლემები როგორ არსებობდა, მაშინ უამრავი პრობლემა იყო, მაგრამ დღეს რაც არსებობს, არა ესეთი რაღაც გამორიცხული იყო, რომ ჩვენ ახლა მოსამართლე ესე დაგეძახა, ესე მიგეთი, ესეთი რაღაცები პრაქტიკულად. ეს არის რაც გუპავს რამ ქვეყანას რა. საუბარი იმაზე, რომ აი თქვენ რო ჩვენიანები ხართ, აი ბოლომდე დაგიცავთ. ეს არის პრინციპი და სხვებსაც აჩვენებენ, რომ აი ჩვენი ერთგული ვიც არის, ჩვენი ამ კრიმინალური ხელისუფლების ყველას ესე დაგიცავთ. ფორმა არსებობს არა, უკვე რომელიც ამას შეისხორდეს, ეს არის სახელმწიფო კრიმინალიზაცია მოახდინეს რა მთლიანად ქვეყნის. ხელში ჩაიგდეს აბსოლუტურად ყველაფერი და თვითონ მართავენ რა, როგორც უნდა, რასაც უნდა. კანონი ხო არა, კანონი არ არის, კანონი არის თვითონ თავიდან ბოლომდეა რა. როდესაც სურვილი გაქვს რომ ქვეყანაში იყო თავისუფლად რაღაც სამართლებრივ სახელმწიფოში გზნოდეთ თავს ესეთი რაღაცა პრაქტიკულად არ არსებობს რა. და ეს ვერც იარსებებს სანამდე იქნება ეს ხელისუფლება. ამათი ტრანსფორმაცია შეძლო ეს ხო გამორიცხვა. საუბარი იმაზე რომ რაც უფრო ბალე, რაც უფრო მშვიდობიანად და რაც უფრო კანონის ფარგლებში, რაც უფრო კონსტიტუცია მოხდეს ცვლილება ქვეყანაში. დათო მაღრაძის სააკაშვილსაც ყავს ხარდამჭერები, დათო მაღრაძის რაღაც დამჭერები ყავთ ხარდამჭერები. ხოდა მართლა ეგრეა მარგინალიზაცია სწორედ ეგ არის სააკაშვილის ხარდამჭერი არის რეალურად მარგინალური მე ესე წარმომიდგენები მე არც ვერ ხვდები ეგეთ ადამიანებს და ალბათ ეხლა რაფსობხედველობა უნდა ქონდეს გარდა იმისა თუ მერკანტილური ინტერესი არ აქვს არც იმათ აღარ უნდათ ეს ამბავი იმათაც ყავს მეზობელი ყავს ნათესავი ყავს შვილი ყავს ამას ვერ გძნობს 10 კაცი ვინც არის ზემოთ დანარჩენ პრობლემაა ყველას მე დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს უნდა რაღაცა რეალურად გითხრათ და თავისი რაც აქვს გულშინადე ზოგადონეზე საშუალო დონეზე ძალიან ბევრს დარწმუნებული ვარ რომ აქვს იმის განწყობა რომ გამოვიდნენ ერთხელ 70% დამოკიდებოდა არა შიში რა შიშის ფაქტორია და ვერ უნდა ამას ვამბობ ჩვენ უნდა გადაილახოს ყველაზე მთავარი იდეა დედამიწაზე ადამიანი გაჩნდა არის თავისუფლება ხო და იქიდან მოდის ყველაზე მთავარი ეს საზოგადოებაში მეტად ჩვენს მივეჩვიეთ ამას ისტორიულად კონფორმიზმით ხასიათდება სოფიოსი ცვლილება და რა მოხდა ცვლილება ყველგან ცვლილება რა ჩვენთან არის ეს რაღაც აი ცვლილება და იგრუპება აი ეს სტატუსი რო გაქვს ძალიან გეშინიალი ძალიან უფრთხილდები დაკარგვას და ყველაფერზე ხალხი ეს მომწერი ეს ის თან ეს კაცი არ მოაწერს ხელს ყველაფერზე მოაწერს ამ კაცმა ვერ უნდა მოაწეროს ხელი აი ადამიანი რომელსაც ეშინია მასის ხალხი არანაირი სხვა შემაკავებელი ამას არ აქვს ხო სამართალი როგორც ობიექტური ფაქტორი ამას ვერ აკავებს არც ხავს ეგეთ რამეს და მორალით ამ კაცს ვერ აკავებს არც ამას ცნობს ცნობს ძალას მარტო ძალას აღიარებს ძალა ეს არის ხალხი თუ არ გამოვა და ამის მე თეორიულ შავს ხედავ ხოლმე და მეც არა მაშინ ქართველების ეს აღარ წერი ვარ და მაპატიეთ იყოს ეს კაცი რა თუ უნდათ მაშინ აღარ ფორმაზე რომ გამოვიდეს ეს ჩვენი ხალხი რომ პროსტო აი არცაი თვითონაც რო გაგიჟდეს ამდენი ყოფილან ქართველები კიდე ერთი რამე მინდა თქვა სცენარებზე ლაპარაკობდნენ და გეგმებზე გეგმა იქნება სცენარიც იქნება მაგრამ დღეს გეგმის და სცენარის პრობლემა არ არის ეს არ არის სწორი დღეს არის გამბედაობის დღეს არის გადაწყვეტილების მიღების და სულისკვეთ თემის პრობლემა თუ მოხდა ისე და ღმერთმა არ აქვს და არც მჯერა 100%-დან 1%-იც არ მჯერა რომ ხალხი არ გამოვა იმ რაოდენობის რომ ჩვენ დავამტკიცოთ რომ ჩვენ არა ვართ ამ ხელისუფლების ღირსები და თუ მაინც ესე მოხდა მე პირადად აი რა ვიცი მაშინ ქართველობაზე უარს ვიტყვი აი პირდაპირ ვიტყვი რომ მე ქართველი არ ყოფილვარ თქო და რაღაც სხვა ეროვნების კაცი